აი მაგალითად მე რომ პატარა ვიყავი, მე ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, დედაჩემი აი ხელებით მართავდნენ, დააღე პირი გარაჟი ვითომ მანქანა მოდის ავტობუსი შედის. და ეხლა ეს ყველაფერი ჩაანაცვლა გაჯეტებმა, აღარ გჭირდება დედებს, მამებს ფეხზე დგომა პირი. შენ როგორ აჭმევ ბავშვს? გაჯეტით, ხელფეხით? ჯერ კითხე შენ როგორ წავთქო? შეიძლება ეს ტელეფონშია. ისე მართალი ხარ. უბისმინეთ, მე შემიძლია ყველგან ჭამა და გემრიელად. გაჯეტთანაც, უგაჯეტოდაც მეგობართან საუბარში საჭმელი იყოს, მაგრამ ჩემი კოშმარული სიზმარია ხა შენ ხო იცი, გაჯეტი და ბავშვის ყვება ერთად. როგორ ახერხებ? იცი რა არის, შეჩვევა არის ყველაფერი, როგორ შეაჩვევ, ხო იცი და ანუ ჩემი ბავშვებისთვის ეგეთი რამე არც კი უნახავთ, საერთოდ გაჯეტი და ყვება და ხო, ანუ ესე არიან შეჩვეულები და აი იმის პრობლემა რომ რაღაცა ყვების დროს დამატებითი გართობა მიწევდეს არ არის ეს. თუ რამეა ესე ამით იაჭამე papa. პირდაპირ. და სხვა შორის არც ვაძალებ რა, ეს თვითმფრინავი მოვიდა და პირი გააღე და ბავშვს არ უნდა და მაინც ვაჭამო, გამორიცხულია. იცი რა, მარტო ჭამაზე არ არის საუბარი, ალბათ მოდი განვაზოგადოთ ეს თემა, როგორ ვართობთ ზოგადად მშობლები ბავშვებს, რა ხერხებს მიუმართავთ, არ ვიცი, რა აქტივობები არის ის, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, ჩვენ თვითონ ვეთამაშოთ, ეზოში გავუშვათ, გაჯეტი რაღაცა კონკრეტული დროით მივცეთ თუ ასე შემდეგ, სწორედ ამ კითხვებზე გაგცემს პასუხს ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, რომელიც უკვე გველოდება, ბავშვთა ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია. სალამი, მადლობა მობრძანებისთვის. გამარჯობა. შემოგძანდით. მე მგონი თემა აქტუალურია რა. რა სასურველი სტუმარი ხართ ყველა მშობლისთვის, ვისაც ცირეწლოვანი ბავშვი ყავს. დიდი მადლობა რომ მობრძანდით და მოიცალეთ ჩვენთვის. და თემა ალბათ ზუსტად იგივეა, რაც ახლა გავაჟღერეთ. ეს არის გაჯეტები, ტელევიზორი, ტელეფონი, არ ვიცი ვის რა გვაქვს სახში, რითით ვცდილობთ რომ ჩვენი ბავშვები გავართოთ და ამ დროს ჩავტენოთ პირში ბორში, ან სასურველი ხილი, ან ასე შემდეგ. რას ვაშავებთ? ყველაფერს გონი. მთავარი შეცდომა ისაა რომ ჭამა არ უნდა იყოს მასე გააძნელებული. არა. და ამისთვის საუკეთესო წამალი არის ძველი დროიდან ცნობილი, ეს არის შიმშილი. რომ მოშივდეს კი ზუსტად. ანებე თავი მოშიდება თვითონ შეჭამს. იგავია, რომ აი მეფეს ძალიან უყვარდა ჭამა, მაგრამ მობეზრებული ხონდა ყველაფერი და აი ბძენი მოიყვანეს და უთხრე ბძენმა უთხრე მე გასწავლიო ისეთ რამესო რომ ყველაფერს გააგემრიელებსო. და ეს იყო შიმშილი. ხო და არაფერი მოუვა ბავშვს. კი არა, მილიონობით ბავშვი ისე იზრდება ნახევრად შიმშილობაში და კი არაფერი მოძდით და კარგი კი არ არის ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არაფერი დაემართება ბავშვს. თუმცა მშობლისთვის არ არის ასე მარტივი თავის შვილზე უცებ ქვას რომ მოშივდება შეჭამს. ჩვენ როცა გვინდა მაშინა კი არ უნდა ვაჭამოთ, როცა თვითონ მოშივდება, მაშინ უნდა ვაჭამოთ, ხო ესეა? იქით უნდა გთხოვოს რომ თუმცა აქ არის რეჟიმი და მშობლის გული, რომელიც ხანდახან უბრალოდ სხვა საშუალებას არ გვიტოვებს, რომ არა დავაძალოთ და ასე შემდეგ. მშობლის გულს ძალიან ეშლება, იმიტომ რომ მშობელს გონია რომ თავარი კვებაა ბავშვის და ბავშვს ძალიან ბევრი რამე აკლდება, ძალიან ბევრი. და მშობელს თუ გული შესტკივა, აი ეს ძირითადი მოთხოვნილებები უნდა დაუკმაყოფილოს ბავშვს. რა არის ის ძირითადი მოთხოვნილება, რაზეც თვალს ხუჭავთ, დრო არ გვაქვს უბრალოდ დაკავებულ ქალებზე მაქვს საუბარი, ან ჩვენ თვითონ ვართ სულ ტელეფონებში, იმიტომ რომ საქმე გვაიძულებს ამას. აი ამ დროს რა შეიძლება გავაკეთოთ? 3 წლამდე ბავშვს 3 ძირითადი მოთხოვნილება აქვს. პირველი ეს არის დააცულობის მოთხოვნილება, მეორე არის დედასთან სიახლოვის მოთხოვნილება და მესამე არის აქტიურობის მოთხოვნილება, მოძრაობის და აქტიურობის. და ბავშვს უფრო ხშირად არც ერთი ეს მოთხოვნილება არ უკმაყოფილდება. ესე იგი ძირეული საისწრაფო მოთხოვნილებები არ უკმაყოფილდება ბავშვს. და რატო დაცულობა იმიტომ რომ ნუ ჯერ ერთი ბავშვს უჯავრდებიან ხოლმე. ხო და ეს გაჯავრება არის უაზრო ყოვლად რა. ეხლა ეგ ცალკე თემაა მაგაზე, იმიტომ რომ აი გაჯავრებით ვერაფერს ვერ მაგრამ დაუშვათ არც უჯავრდებიან. აი ბავშვისთვის თავზარდამცემი არის უფროსების ჩხუბი. ხო და უფროსებს იმდენი ზრდილობას ვიტყვი მე ბავშვის წინაშე, ზრდილობაც კი არა აქვთ, რომ ბავშვის თანდასწრებით არ იჩხუბან. თუმცა იცით რას ამბობენ მოჩხუბარი წყვილები, რომ პატარა არ ესმის და მე ამას ძალიან ვეწინააღმდეგები. ხო? არ ესმის კი არა, ბავშვისთვის ეს არის თავზარდამცემი და ბავშვი თავს გზნობს დაუცველად ერთი. და მეორე ზოგჯერ თავის თავს ადანაშაულებს.
რომ მის გამოხდება ეს და ყველაფერი? ესე იგი მე ეს შევა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ფსიქოთერაპიაზე კლიენტები, აი მე აღმოაჩენთ ხოლმე გამოქვექავთ იმ ბავშვობის დროინდელ რომ აი დამნაშავეა, ბრალეულობის განცდა რჩება მე წლები სულ. თან გაუაზრებლად ატარებს ამ დანაშაულის განცდას, არ იცის რატო. და ეს დაძალების დროსაც ოღონდ რეაქცია დანაშაულის ერთი. განცდა ქართულად არ არის სწორი, ქართულად არის სწორი ბრალეულობის განცდა. ბრალეულობის განცდა. დაძალების დროს უკუ რეაქციას ხო აძლევს ხში ბავშვზე უკვე და უკვე მე ყველაფერში გეწინააღმდეგება ზოგადად. როცა აძალებ რაღაცას, ხო ეხა ნებისმიერ ადამიანია შეუულებრივი პატარაობა დასაკი. კი, თავის ნებას ურვილებს. და ადამიანს როცა არ უკმაყოფილდება ძირეული მოთხოვნილებები, უკვე მე ირევა ყველაფერი და ბავშვიც ადამიანია და არ უკმაყოფილდება. მაშ პირველი დაცულობა. მეორე არის დედასთან სიახლოვე და ეს თქვენც იცით რო არ უკმაყოფილდება. სიახლოვე ნიშნავს სივრცეში სიახლოვესაც, რომ ბავშვჯერ აბსტრაქტული არაფერი არ შეუძლია და სიახლოვე ნიშნავს რომ როცა მოუნდება ხელი უნდა მოგდეს და მოეფერება. ფიზიკურად უნდა ახლოს იყოს. ხო, აუცილებლად, ხო, აბა ისე სულიერი სიახლოვე, რა ქვია, 3-4 წლის ბავშვისთვის სისულელია. ხო, და მას სივრცეში სიახლოვე და საუბარი. მას ბევრი უნდა ელაპარაკოს. რასაკისაც არ უნდა იყოს, უნდა ელაპარაკოს მშობელი ბავშვს. რასაკისაც ჩვენ ახლა მე მგონი პატარაზე სკოლამდე ლასაკებს საუბრობთ. ხო, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანია ეს არა მარტო ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, არამედ ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი უნდა ელაპარაკოს მას. მნიშვნელობა არ უკმაყოფილდება არც ეს. ეხლა მოიცა, ხო. ხო. მესამე მოთხოვნილება აქტიურობის და მოძრაობის. დიახ. აქვს ბავშვისა. არა, სულ უშლით ხელს. არ წაიქცე იმას ხელი არ მოკიდო, დააჭერდი არადი იყავი და რატომ უნდა ბავშვი როცა წყნარად ზის, ეს სააგანგაშოა. ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ ბავშვი არის ან რაღაცას ტკივა და ავათარი, ან უკვე მიჯაჭულია იმ გაჯეტზე თუ იმაზე თუ იმ. ესე იგი არანორმალური მდგომარეობაა, როცა ბავშვი წყნარად ზის. მაგრამ ახლა ნახეთ, ეს იგი სამი ძირეული მოთხოვნილება, რომელიც არც ერთი არ უკმაყოფილდება ბავშვს. ისედე უნდა მე კიდე ისე ბოდიში კიდე ბარემ დავამთავრებ ამ მოთხოვნილებებზე და უკვე 3 წლამდე ვთქვი მე. ხო და ახლა 4-5 წლის ასაკში უკვე წამყვანი კიდე ერთი ემატება მეოთხე, ეს არის თვითდამკვიდრება. მაშ ის რომ მე შეიძლება ძალიან კარგი გულთბილობა, ზრუნველობა, თუნდაც უნაკლოდ არის, მაგრამ ამის მერე ბუნებრივად უჩდება ადამიანს, რომ მე მაღიარონ. ესე იგი ის რომ ჩემზე ზრუნავენ და გულთბილად არიან, ეგ ძალიან კარგია და აუცილებელია, მაგრამ ახლა შემდგომი ნაბიჯია რომ მაღიარონ. დრო დადგა რომ მაღიარო. ხო, სიტყვა აღიარება არც იცის იმ ბავშვმა, არც თვითდამკვიდრება იცის, მაგრამ აი ინტუიციურად ამას მოითხოვს. ეგ დაახლოებით ჩემი ადგილი თვითდამკვიდრება ოჯახში, რომ მე ეგ 4 წლიდან იწყება და ვიჯერო. არა, 4-5 წლის ასაკია პირველი ჯინიანობის ხანა, როცა ბავშვი ჯინიანობს, უაზროთად ჯინიანობს, იმიტომ რომ უნდა თავისი ადგილი დაიმკვიდროს. ეს ძირეული უნდა დაიმკვიდროს, აბა ძირეული მოთხოვნილებაა, კიდევ მეორე აუცილებლად ჭირდება ეს. აი მშობლის ადგილას რომ დავახენოთ თავი. ჩემი შვილი 4 წლის არის, რაღაცა პრობლემა აქვს, არ ამბობს რა და ჯინიანი არაფერი პრობლემაც რო არ იყოს, მაინც უნდა იჯინიანოს. აი ზომიერად უნდა რა, უნდა მიუშვა, მაგრამ სლად ბოლომდე არ უნდა მიუშვა, იმიტომ რომ ბავშვი უნდა მიეჩვიოს, რომ საზღვრებიც არსებობს. ანუ აბსტრაქტულად ჩვენ ენაზე რო ვთქვა, ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწება სხვისი და ამას უნდა ბავშვი აი მაშინ მიეჩვიოს. მაგრამ ჯერ უნდა მიანიჭოს თავისუფლება. პირველი უნდა მისცე და მიანიჭო, მაგრამ მე აი ესე უნდა რა, კიბა აი რაღაცას აიკვიატებს, კარგი, ოღონდ, აი ესე იგი უპირობოდ არა. დილემის წინაშე რომ დავიყოს ოღონდ თქვა რაღაცა, აი რაღაცაზე ამბობს არ შევჭამ, კი ბატონო, როდის შეჭამ, აი არ ჩემანსო აძლევ. დაბანის მერე ეზოში და ეზოდან რომ ამოხვალ თუ აი უკვე ავარჩევინე. ანუ დილემის წინაშე რომ დააყენო ბორში თუ სუპი და არა სტრაფიკოება თუ ბორში, იმიტომ რომ ცხადია რომ სტრაფიკოებას აიჭიროს. თუ შეიძლება TikTok-ზე ბოდიში, აი ეს ბაბუა და შვილიშვილის ვიდეოები რომ გოგო რო არის. არა. იმეთი რომ გორგოლაჭებზე დგას, ეს ბავშვი არის სადღაც 8 წლის. ეს კაცი ამიტომ მივან გადაახტება თავზე აი ესე ურტყავს. მერე სათვალეს წაართმევს, მერე მივან უმღერებს, უცებს უბზიაკოცებს და ეს იდება ყოველდღე თითქმის, რომ ეს კაცი აი სრულიად ვოთ ძალიან ბედნიერი სახე და ოღონდ ეს ბავშვი ისეთებს უკეთებს რომ ზოგი წერს რომ ეს ბავშვი დაიჭირეთ ან სამნე წაიყვანეთ ან ეს აღაბაში ხო რაღაცა ის არის რა ეხა და ყველას უხარია ხა ამის ყურება რომ უყურე რაღაცა ქსიამონებს. ზედმეტი რაღაც ხო ზედმეტი ზომიერება არის პედაგოგიკის ოქროს წესი.
ზომიერება. აი ესე გაწონასწორება, ცოტა იქით მოგივიდა, მე აქეთ უნდა გადმოდა, აი ესე სულ ესე. მე აი ხა როგორც მშობელი მოპასუხე ამ თქვენს რჩევებზე, რა თქმა უნდა, ყველაფერში გეთანხმებით და იდეალურია, მაგრამ სამწუხაროდ ასე იდეალურად არ არის მოწყობილი, რომ ესე გავაკეთოთ. აი ჩემ შემთხვევაში ესე არის, რომ მე გაჯეტებს არ ვაყურებინებ ბავშვებს, ვითვალისწინებ თქვენს რჩევებს ყველაფერს. არიციან ჯერ ბავშვებმა. საერთოდ არიციან, ესე იგი ნინამ 3 წლის რო გახდა მას მერე დავიწყეთ ეს ყველაზე უკეთესია. დავიწყეთ მულტფილმები მხოლოდ ქართულ ენაზე, მხოლოდ პოზიტიური და ისიც რაღაცა დროით შეზღუდული. არა, ბევრია ესე. მე მგონია, რომ ხო, ბევრი არის უკვე თანამედროვე დედები მგონია, რომ გაჯეტებს მოაცილეს შვილები. მაგრამ ნახეთ რა არის ის, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ეს აქტიურობა მათი და ეს ჭკუიდან გადასასვლელი ენერგია, რა თქმა უნდა, მოზღვავებული უფრო მეტად აქვთ, ვიდრე დაუშვათ გაჯეტს დამოკიდებულ ბავშვს და ამიტომ მუდმივად სჭირდებათ გართობა. ჩააცვი გაიყვანე გარეთ, არ დაიღალა, შემოიყვანე, არ დაიღალა. თვითონ გაერთობა თუ კი კარგად. აი აქედან მივდიოდი. აი ბევრი სათამაშო უნდა კონდეს. და უნდა ელაპარაკო. ბევრი სათამაშო. არა, ძვირფასი სათამაშო არა. ძვირფასი არა, რაოდენობით ბევრი უნდა იყოს და ხო, თქვენ წინააღმდეგებით სხვა ფსიქოლოგების მიერ ერთ სათამაშოს მე წინააღმდეგები მაგას რომ არ მობეზრდეს და მე უნდა შეუცვალო. უნდა შეუცვალო, კი, მაგრამ ბევრი უნდა კონდეს. ბევრი, იმიტომ რომ არა სათამაშოთან ისეთი, სადაც ბავშვის აქტიურობა, აი მაგალითად უბრალო კოჭები, ძონძები, რაღაცა, აი ესეც კი ოღონდ ბევრი უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეძლოს თავისი სამყაროს შექმნა. აი თქვენ თავი წარმოიდგინეთ ბავშვის ადგილას. თქვათ გააქვს 10 სათამაშო. დათუნია თოჯინა, მანქანა, რაღაცა. კაი. ნუ რაღაცები გააკეთა, მაგრამ იმ 10-ით, აი მორჩა, აი მეტი ვეღარ რას გააკეთებდი, აბა მითხარი. რა დედას გავხედავდი და ვეთყოდი რომ რამე მინდა. არ გამოდის რა იმითი ისე, აი რაოდენობა მნიშვნელოვანია, რომ აი უნდა იყოს 100 რაღაცა, რომ დააწყოს ერთმანეთზე ისი გააძვინოს ისი. მე უნდა ელაპარაკო კიდე რომ აი ეს აქ რვინ არის, რა არის, სასახლეა, ეს იმას მისდევს, ისა და უნდა მე მან გიპასუხოს და ამ დროს მისი ფანტაზია, წარმოსახვა ვითარდება, აზროვნება, მეტყველება, ყველაფერი ვითარდება. მაგრამ ნახეთ, ჩემი შვილი როცა ბავშვი მიჯაჭვულია ეკრანზე, აღარაფერი ყველაფერი არა, მე შეგეცინააღმდეგები არის. შეგეცინააღმდეგები. გათიშულები არის. იმაზე საუბრეო და რას თვითონ იმაზე. ერთი წამით მე მინდა შეგეწინააღმდეგოთ, ჩემ შვილს ჰქონდა ბევრი სათამაშო, ოღონდ არა ძვირფასი, მაგრამ მას მუდმივად ჭირდებოდა აუდიტორია. არიან ასეთი ფსიქოტიპები, რომელსაც სულ ჭირდება. ხო და მე სულ სახში თუ არა ვარ, რა გავაკეთო? მარტო ხო არ არის რაღაცასა ხო არის. არ არის აუცილებელი სულ. არც ის ვარგა რომ ბავშვი დედას მიეჯაჭოს. ამიტომ არის ესეთი მარტივი ფორმულა, რამდენი წლისაც არის ბავშვი, იმდენი საათი უდედოდ უნდა იყოს. 3 წლის ბავშვს 3 საათი. ხო, უნდა მიეჩვიოს უდედოდ ყოფნასაც. არც მეტის მეტი მიჯაჭვა ვარგა დედას. არ ვიცოდი რამდენი წლის. 4 წლის ბავშვი 4 საათი, საშუალოდ რა, ზოგჯერ 5 იქნება, ზოგჯერ 2, საშუალოდ 4 საათი დღეში, სიფხიზლეში, ოღონდ დააძინებისას დედა უნდა იყოს და გაღვიძებისას დედა უნდა იყოს. ამბობენ რომ ზედაპირული ურთიერთობა. მამა არ არის არსებითი სხვათა შორის. ძალიან მართლა, აბა რატო ამბობენ? გავიცალით რა. როგორი არის? როგორ ვაწვევით ჩვენ რომ მამები მნიშვნელოვანია, არა, მნიშვნელოვანია, ბებიაც მნიშვნელოვანია და მაგრამ ემოციურად მართავს გზანებს. აი ბავშვის ფსიქოლოგია როგორ არის? აი სკოლამდელ ასაკში. აი აქ არის დედა ერთი მხარე და აქეთ არის მთელი დანარჩენი სამყარო, რომელშიც მამა, ბებია, ვარსკვლავები, ცხოველები, ზღვები, ყველაფერი ერთად. მაგრამ დედა არ არის აუცილებელი ბიოლოგიური დედა იყოს. ეს იგი დედა ნუ დედობილი, ასე ვთქვათ, ანუ ის ერთი ქალი, ვიზაც ბავშვი მიბმულია და აი დედის ნუ დედობილი გინდაც. ხო, ის ამბობენ რომ დედა გინდა ბებია იყოს, გინდა სხვა იყოს, მაგრამ აი ზრდის. ხო, მაგრამ ისი არა რომ ის რომ მოდის, რა ქვია, მომვლელი და ის აღმზრდელი და მე რომ მიდის, მასი არა. ესე არა, სულ. ეხლა თუ გააძიძავებ ბავშვს, მაშინ სულ იმასთან უნდა იყოს, აი არ უნდა შეუცვალო. ძველი ტრადიცია რო ეკეთოთ. ეხლა თქვენ ამ ხელა გამოსვლილება გაქვთ, ამდენი წლები გამოვლილი რაღაცა, ეხლა ეპოქების მიხედვით ხდება ეგ ყველაფერი, ხო, ცვლილებები. არა, რატო ეხლა ეს არის მუდმივი გავიგე, მაგრამ აი თქვენ ბავშვობაში, თქვათ, მოდი, აი ესე კონკრეტული კითხვა დავსვათ. თქვენ გახსოვთ თქვენი ბავშვობა კარგად? თუ ხო, რა ზოგი არა რომ მეც ეხლა ასე თუ ისე მახსოვს. აი როგორი იყო მაშინ თქვენ როგორ გაიზარდეთ, თქვათ, აი
მაგარ შედარება რო გავაკეთოთ დღეს ეს გაჯეტი მაშინ არ იყო რაღაც სხვა მაშინ იყო დედმამის თეატრალური მაშინ ოჯახები უფრო ეხლა თუდათ არავინ არ გავი უფრო თბილი იყო თითქოს და უფრო ერთიანი და რასაც თქვენ ამბობთ მაგაზე საფიქრალი არ იყო ანუ დედას უბაშთან იყო იქ ბებიას არა არ იყო მეორე ხარისხოვანი მამა შენ მაცალი შენ პატარა უფრო მეტი დედა იყო გარეთ იყო ქუჩაში გავარდნილი და შენიშნა და ტვინის მისხმაც მეტი იყო კაცო ახლა წანდარი ეგრე აბა მე გამებედა ის რასაც ბედავს ეხლანდელი თაობა აი ამაც ნიდან კედელზე მიპასუხეთ თუ შეიძლება თქვენ აი თქვენი რა გიპასუხოთ აი თქვენი მაგალითი იმ ეპოქაში როგორ იყო და დღეს აი ერთ და იგივეა ვამბობთ ხოთი მე დედასთან ვიზდებოდი ძირითადად ეხლა რა ვიცი ვიზია სულ ერთად იყავით ხო თითქმის ესე გამოდიოდა დედა ჩემი მაშინ არ მუშაობდა და მე რო გავიზარდე მე დაიწყო მუშაობა ხო და ეს ეგნებულად ხო ალბათ ნუ მოვლელიც არ იყო არავინ არა, საშუალებაც არ ქონდათ სხვა არაფერი რომ დომოდა არავინ რასმი სადამტოვებდა მაშინ დაუბრუნდეთ ისევ იმ საკითხს ჩვენს დროს პირადად მე რომ ვიზრდებოდი ვერც კი ვიოცნებებდი იმის გაბედვას რასაც ბედავენ ახლა ბედავენ ცუდად არ გამიგოთ უბრალოდ მათ აქვთ და მეორე უკიდურესობაც არ ვარგა მაგას გეუბნები ზომიერ მეტის მეტი არც ის ვარგა ხო აი ქება ზედმეტი აი ხო არის რომ შეიძლება ყველაზე მაგარი ხარ ყველაზე მხეცი ხარ არა ესეც შეცდომა არის ჩემთვის უნდა დაამატო სიტყვა მე მგონი არა ელაპარაკო ნამუშევარზე და არა პიროვნებაზე აი ხო დახატა რაღაცა დახატა და ხო უნდა ესაუბრო ამაზე ვა ეგ ანუ გაარჩიო ეს საუბარი რა არის რომ ჯერ უნდა უთხრა ერთი კარგი აი ეს მომეწონა ერთი რაღაც კარგი უთხარი და მე კითხე ეს რა არის და მე თუ გინდა უთხარი აი ეს კი არ მომწონს და ეხლა მეორეთ რო დახატავ შეეცადე ეს გამოდადებითით მაგრამ უნდა ესაუბრო თავარია რომ უყურადღებოთ არ უნდა დარჩეს ეს ის არ უნდა უთხრა რომ ძალიან ლამაზია და დედამიწის ზურზე მისთან არავინ არის და რატო არის ყველაზე ლამაზი არ არის ჩემთვის მე უნდა დაამატო ჩემთვის არა ლამაზო ჩემო ლამაზო უთხარი კი ყველაზე რატო არია ჩემი არ არის ყველაზე ლამაზი შენები ყველაზე ცუდი არის კიდე აი შედარებებს რო ეუბნები რომ იმან ეს ქნა არავითარ შემთხვევაში ეგ საშინელებაა არა შედარება ვიცი რომ საშინელება და აი შენი ძმა ასე იყო და კიდე იქ სკოლაში მივა და აი შენი ძმა რა კარგად სწავლობდა და შერას აუ საშინელება ეს ყველაფერი საშინელება კარგი წავართვით ბავშვებს გაძეტები როგორც აი თქვა რითი დავაკავოთ გავიგერო უნდა ესაუბრო რაღაცაზე გასაგებია აი ბევრი სათამაშო და ეზოში უნდა ითამაშო ბურთი ისა რა ვიცი ჩემ დროს გესულ ხოკეის თამაშობ ვიღაცას ეზო მე მაგალითად ეხლა სადაც ხოვრო იქ არის არაჩვეულებრივი ეზო და ბავშვები მართლა გაოცებული და სიხარულით უყურებ სულ ეზოში არიან ვისაც ეზო არა აქვს ნუ კარგი მაგრამ ეხლა ისეთი რაოდენობით ინფორმაცია მოდის ჩვენამდე ბავშვებამდეც რომ ჩვენი ტვინი სხვა რაღაცას ისწრაფით მუშაობს. უნდა მოარიდონ მე მაგას. ახერხებენ ეს თაობა ბავშვები გადახარშონ აი ეს ინფორმაცია რაც მათ ტვინში შედის. არაფერი, უბრალოდ ეჩვევა ასხლეტას და აღარ ვითარდება ტვინი. ეს ყველაფერი მიდის ესე. საბოლოოდ რა შედეგს ვიღებთ ასხლეტით? აი როგორც წვიმა ფერდობზე ჩაირიხინებს, ჩავა და ესე რა. ხო და საბოლოო შედეგი რა არის ამ ასხლეტვის? საბოლოო გონების ჩამორჩენა და მეხსიერების ჩამორჩენა, აზროვნების ჩამორჩენა, ნებისყოფის ჩამორჩენა, რა ყველაფერი და რა რჩება მაშინ? აი რას თქვით? რა რჩება მაშინ? აი ეს ყველაფერი თუ მოხდა. ჩამორჩენილი ადამიანი რჩება, რა ვიცი, რა უნდა. ხო, მაგრამ ევოლუციის კანონით ჩვენ ხო ვითარდებით, რომ არ გადავშენდეთ, არ მოვკვდეთ, ვცდილობთ რომ მოვერგოთ იმ სამყაროს, რაშიც ცხოვრობთ. ჩვენმა ტვინმა ალბათ ისწავლა, თუ ვერ ისწავლა, ვერ ხვდები მე მაგალითად მართლა დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, ისეთ სამყაროში ვცხოვრობ, რაც მე მიჭირს, იმიტომ რომ დიდი ვარ, მაგრამ ბავშვობა პირდაპირ აქ დაიწყეს ცხოვრება. მათთვის ეს ყოველდღიურობა სხვა რამეა, ვიდრე ჩემთვის. ასეა? არა. აბა მიაჩვიეთ მაშინ ბავშვი თავიდანვე ნარკოტიკებს მიაჩვიეთ და ისეთი ბედნიერი იქნება, ისეთი ხიარულად ისე კარგად ისა და მე მელაპარაკეთ ახლა რომ ევოლუციაა და რაღაცა და ტვინი მიაჩვიეთ და ნარკოტიკი არა, ნარკოტიკი, ალკოჰოლი არა. ისა ნარკომანია, როგორი ისა ადიქციაც არის, ანუ ავადმყოფობის მიჯაჭვულობა, ნარკომანია, იგივეა ეკრანომანია. განსხვავება ფსიქოლოგიურად ერთი უბრალოდ ნარკომანია ბიოქიმიურად მოქმედებს თავის ტვინზე ეგ სხვა ამბავია მაგრამ ფსიქოლოგიურად ანუ ენდორფინები და ფიზიკურად განგრევს და მე ყველაზე კარგ შევას ვიცი დავკადნიერდები
სპორტს უნდა მიაჩვეო ბავშვობიდან. სპორტი არის იდეალური, არა, ძალიან ბევრ ამას ავითარებს. ანუ ყოფილა შემთხვევები ხა ჩვენ პატარები რო იყვნენ, ჩვენ აი შეკრებაზე რო გავუშვი ძალით. რა ასაკშია? 8 წლის. 8 წლისა კარგია. ხო, არა, 13 წლის ასაკში არა. რო ჩამოვიდა, სხვანაირი ჩამოვიდა. კი. ანუ ბაღში რომ მივიყვანე და პირველი დღეები რომ ვიდექი და რო ტიროდა და ვაიმედედა და რომ მივატოვე მერე და წამოვედი, დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყო თვითონ ჭამა აი ხო ხვდები ანუ დაძინება 8 წლის ასაკში ძალიან კარგი 8 წლის ხო აი ესე უკვე რო იმაშვება თქვენ როგორც ვთქვით რა უკვე დამკვიდრების გავლილი უნდა კონდეს უკვე სადღაც 6 წლამდე ეს უკვე უნდა გავლილი კონდეს და ამის მერე კი მაგრამ ბოდიში ნანუ ბარემ ჩემს პრობლემაზეც კითხავთ ბაღთან დაკავშირებით გამახსენდა და ვიცი რომ ძალიან ბევრი მშობელი ინტერესდება ამით და ბარემ კითხავთ ჩემი ბიჭი არის 2 წლის და 2 თვის თქვენთან მაინც შევადარებ. აი გოგოც ამასაკში შევიყვანე ბაღში, შევაჩვიე მთელი თვის განმავლობაში ერთად ვიარეთ და მე იდეალურად თვის განმავლობაში ხო, მე იდეალურად დარჩა არ ვატირე, შევაჩვიე, შევაყვარე იქაურობა და მე დავტოვე. ასევე ბიჭი, მაგრამ მუდმივ სტრესშია, სულ ტირის, ჩვენს წამოსვლამდე ოღონდ რა და აი ატირებულს რომ ტოვებ არ შემიძლია, ანუ ფიზიკურად ვერ ვუძლებ. ხა შეიძლება ტირილი დავიწყო. ნორმალურია ეს რომ მას ატირებულს ტოვებ, ზუსტად 5 წუთში ის იწყებს აქტივობას. მე ჭამს, მე ყველაფერი, ანუ იქ სტრესში არ იმყოფება და ესე ატირებული და ესე მოგლეჯილი ბავშვი, რამე ცხოვრება შავ. ბავშვი 2 საათზე მეტი არ უნდა იყოს უდად. არა, ნუ შაბათ-კვირას გააჩნია რა. საშუალოდ, აი უნდა დაიანგარიშოთ ერთ კვირაში რამდენი საათი უწევს უდადოდ ყოფნა. ან ვიღაც სხვა უნდა ყავდეს დედობილი კიდე იქ ბაღში კი როგორ სახში ანუ დედობილი ან სხვა უნდა ყავდეს ანუ 2 საათი უნდა და ეს რასაც გეკითხება თქვა დატოვო წამოხვიდე გამოსავალი არის ხა მე ჩემ შემთხვევაში დიდი იყო უკვე 8 წლისა კი 8 წელზე არ მაქვს საუბარი მცირესლოვანზე თუკი კარგად გავლილი აქვს ის ეტაპები ყველა ალბათ კარგად ხონდა რა ხან იქ ესე მოხდა მოკლედ მე ბავშვი გამომყავს ბაღიდან და სწორად ვაპირებ ამ ყველაფერს რომ გამომყავს ბაღიდან და ისევ 3 წლის ასაკში ვცდიმერე თავიდან თუ ბოლომდე არ დატოვოთ იმ ცოტა ხნით დაატოვეთ ბაღში არ უნდა იმდენ ხანს იქ ყოფნა და ბოლო კითხვა ესეთი წამიკითხავს შეიძლება მცდარია ეს მოსაზრება მაგრამ მაინც ამბობენ რომ რაც უფრო მეტი სტრესი აქვს ბავშვს ადამიანს ბავშვობაში მიღებული მეტად უფრო ქარიზმატული იზრდება დიდობაში იმიტომ რომ ბავშვობაში ვერ აგონებდა ის ვერავის ხმას და ეს უნარი გამომშავებადიაო ესე ამბობენ კი არის თუ არა ახლოს ეს სიმართლე რომ მართლაც ქარიზმატული გაიზარდოს მას იმდენი ჭრილობა აქვს სიცოცხლის ბოლომდე რომ ის ბედნიერი ვერ იქნება ქარიზმა გინდაც კონდეს გინდაც არ კონდეს მე რა და საზოგადოდ აი არასწორად უდგებიან აი ერთ მაგალითს გეტყვით ესეც ჩემი იმის იყო ფსიქოთერაპიაზე ვინც იყო ჩემთან მოსული ხო თქვა აი საუბრობდა მე მას გაახსენდა როგორც ერთ-ერთი უმძიმესი მოგონება რა და მე ჩემმა კოლეგებმა მითხრეს რომ ჩვენთანაც ხშირად ჩდება ესო. ეხლა რა არის ეს უმძიმესი მოგონება? რომ დილით ვიღვიძებ და დედა არ არის. ხო და ამ დროს დედას გონია რომ მეწოდება ბავშვი არ გაავაღვიძო. აი რამდენად სტარი მიდგომა არის. ჯობია გააღვიძო, ერთად ვისაუზმოთ. და ის ახლა იგრძნოს. ხო, აი ის რომ გაიღვიძა და დედა არ არის, ეს არის საშინელი სტრესი. რამდენ წლამდე უნდა გაიღვიძოს დედასთან ერთად ბავშვი? ნეტა რომ გაიღვიძა და დედას. მეტი უკეთესი. ნეტა რომ გაიღვიძა და დედას ძინავს, მაშინ სტრესი ხო არ არის ეგეც. ესე იგი არ ვიცი. ანიმეებში გაგიღვიძა. რომ იღვიძებს და მე მძინავს, ხო, ეს ნორმალურია, კაი შეგენაც. მაგას რა უჩის მე. მე მაინც ვაწვევი ჩემსას. არ არსებობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი ასე განვითარებული არ იყო წინა საუკუნეში. კი იზრდებოდნენ ბავშვები ძალიან ნიჭიერად. არ გადიზდებოდნენ არ ვიცი მაგრამ რამდენი სიმახინჯე ხდებოდა თქვენ გონიათ დღეს ხდება მარტო ეხლა ხდებოდა და მოხდება წინათ არ ხდებოდა მაშინ შეგელო მოგერიდებინა ეხლა მორიდება რთული უკვე პლატისა რა ქვია ერთ-ერთი საყვარელი სანახაობა ევროპაში ის იყო კოცონზე რო წავდნენ ეგ იყო საუკეთესო სანახაობა კაი წავდნენ მაგრამ ხალხისთვის არა მიდიოდნენ ეგ დღესასწაულივით ქონდათ ხო და ნორმალურები იყვნენ. ეგ სადიზმი არის. ადამიანი თავის მოჭრა და ადამიანის გილიოტინა. იყვნენ.
აი მე იმას გეუბნებით რომ კარგი არც მაშინა არიზდებოდა კარგად მეთქი ბავში თუმცა ბევრი რამე თუ უკეთესად იყო მოკლედ დედაზეა მამა კაი მამა არაფერი არ ყოფილა დედაზეა მამა ვიცი ხუმრობენ მამა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მე მოზარდობის ასაკში ხდება უკვე მამის ავტორიტეტი გადამწყვეტი უკვე მოზარდობის ნამდვილად და პირადი მაგალითი ხო აი უკვე 12 13 14 აი მაშინ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ასაგები რო გაგვექცა სამწუხაროდ რეკლამას მიაწე ხო რეკლამას მე ერთი რაც ვიცი ძალიან ხშირად უსმენ ჩემ თავს რაღაც ალღო ინსტინქტი ინტუიცია აქვს დედას რომელიც ხანდახან ცოდნის გარეშე სწორნაბიჯებს გადმოინებს ხომ ასეა ასე რომ მოусმინეთ თქვენ შვილებს და თქვენს გულს და ცხადია გაითვალისწინეთ ფსიქოლოგის რჩევები